1 კილოგრამი მასის ტყუის ბურთულა, რომლის კინეტიკური ენერგია არის 12000 ჯოული, ეჯახება მიწის გროვას და ჩარჩება მასში. კითხვა არის ის, რომ თუ ამ 12000 ჯოულის 50% გარდაიქმნება შინაგან ენერგიაში და აიწევა ამ ტყუის ტემპერატურა, საბოლოოდ რამდენით გაიზრდება და რამდენით შეიცვლება ტყუის ბურთულას ტემპერატურა. მოლეთ კინეტიკური ენერგია არის 12000 ჯოული, ამ ტყუის ბურთულის მასა არის 1 კილოგრამი და ტყუის კუთხის სიტყვატეოდობა არის 120 ჯოული გაყოფილი კილოგრამ გრადუს ცელსიუსზე, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 კილოგრამი მასის ტყუის 1 გრადუს ცელსიუსით გასაცხელებლად საჭიროა 120 ჯოული ენერგიის გადაცემა ამ ტყუის ბურთულასთვის. ეს არის 50%, ან 0.5, რაც სითბოს რა ნაწილი გადაეცემა ამ ტყუას, ხო? და გამოვა, რომ 12000 ჯოულის 50% გადაეცემა ამ ტყუის ბურთულას და მისი ტემპერატურა აიწევს. და ეს უნდა იყოს Cm დელტა T, სითბოს ფორმულა, ხო? აქედან დელტა T, ანუ ტემპერატურის ცვლილება იქნება კინეტიკური გამრავლებული ეტაზე გაყოფილი C ჯერ M-ზე. ეს ორი წევრი შემოვაქვეყნოთ. გამოვა 12000 0.5, რაც არის 6000 ჯოული გაყოფილი 120 ჯერ 1-ზე, რადგან C არის 120 ჯოული გაყოფილი კილოგრამ გრადუს ცელსიუსზე და მასა არის 1 კილოგრამი. 12 აქ ზემოთ არის 6000 გაიყოფა 120-ზე და გამოდის 50 გრადუს ცელსიუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ 12000 ჯოულის 50%, ანუ 6000 ჯოული გადაეცემოდა 1 კილოგრამი მასის ტყუის ბურთულას, მისი ტემპერატურა აიწევდა 50 გრადუს ცელსიუსით. დელტა T გამოდის 50 გრადუს ცელსიუსში.